Windows-ში გააჩნია მოქმედების ცენტრი, ანუ Action Center, რომელიც დაფუძნებულია წინა Windows ვერსიების უსაფრთხოების ცენტრზე, ანუ Security Center-ზე. ამ მოქმედების ცენტრის ინტერფეისის ნახვა შეიძლება აი აქ გამოხატულ დროშაზე დაჭერის შემდეგ. აქ არის დროშა, რომელიც გვატყობინებს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა საკითხები განსახილველი. თუ მივიყვანთ მასზე მაუსს, ნახავთ, რომ გვაქვს 3 მნიშვნელოვანი მესიჯი და საერთო ჯამში 5 მესიჯი. დავაჭიროთ აქ და ვნახავთ ჩვენ მესიჯებს. ანუ გასაკვეთებელი გვაქვს update Windows-ის Defender-ის, ანუ Windows-ის დამცველის განახლება არის საჭირო, ასევე უნდა ვიპოვოთ ანტივირუსი, რომელიც შეგვიძლია ვიპოვოთ ინტერნეტშიც, ანუ online. შევქმნათ Windows-ის განახლება და რომ Windows-ის დამცველს არ დაუსკანირებია ჩვენი კომპიუტერი და საჭიროა რომ დაასკანიროს. მოდი დავაჭიროთ Open Action Centers, ანუ მოქმედების ცენტრის გახსნა და ვნახოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. შეგვიძლია აქვედანვე მივუთითოთ Windows Defenders, რომ გააკეთოს განახლება. ამ ღილაკზე დაჭერით, მოვიდ დავაჭერ ამ ღილაკს. ანუ ეს თვითონ გააკეთებს განახლებას, ამას ჩავყვეცავ და გავაგრძელებ. შემდეგი არის ვირუსით დაცვა. ანუ რომელიც მნიშვნელოვანია, რომელიც არ გვიყვანია ჩვენ კომპიუტერზე, ან გამორთულია და შეგვიძლია აქვე ამ ღილაკის გამოყენებით ვიპოვოთ ეს ანტივირუსის პროგრამა ინტერნეტში. შემდეგი არის Windows-ის განახლება. უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად Windows-ი უშვებს update-ებს, ანუ განახლებებს, რომლებიც არის პატარა პროგრამის ნაწილი, ასე ვთქვათ, რომელიც ემატება Windows და რომელიც უნდა განვაახლოთ, თუ გვინდა რომ ჩვენი Windows-ი იყოს დაცული. ან სხვა რაიმე დამატებითი ფუნქციები შეიძინოს Windows-მა. თუმცა ეს მუშაობს ლიცენზირებულ ვერსიაზე და ხშირად არალიცენზირებულზე. თუმცა ამ Windows განახლებების ჩართვამ შეიძლება ხანდახან არალიცენზირებული ვერსიის დაბლოკვაც გამოიწვიოს. და ასევე ქვევით არის კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ Windows Defenders უნდა რომ დაასკანიროს ჩვენი კომპიუტერი და შეამოწმოს ვირუსებზე. მარცხნივ არის ასევე მენიუ, პირველი არის control პანელი და თუ ამ ღილაკზე დავაჭერთ, უბრალოდ თუ ამ ლინკზე, ანუ ბუმზე დავაჭერთ, გადავალთ control პანელში. შემდეგი არის მოქმედების ცენტრის პარამეტრების შეცვლა. თუ დავაჭერთ მას, ნახავთ, რომ გადავალთ მესიჯების, ანუ შეტყობინებების ცენტრში, სადაც შეგვიძლია ჩავთვოთ ან გამორთოთ შეტყობინებები. მე ამ შემთხვევაში Windows-ის განახლებებს არ ვაპირებ, ამიტომ Windows-ის update-ის შეტყობინებებს გავთიშავ. ასევე გავთიშავ ინტერნეტის უსაფრთხოების პარამეტრების შეტყობინებებს და ვირუსით დაცვის შეტყობინებებს, რომ არ შემაწუხოს. დავაჭერ OK-ს და ვნახავთ, რომ აქ წითელი X-ი გაქრება დროშაზე, იმიტომ რომ ჩვენ ან მოვაგვარეთ ეს საკითხი, ან პირიქით შევცვალეთ შეტყობინებების პარამეტრები. მოდი გამოვიდეთ საერთოდ ამ მენიუდან და დავუბრუნოთ ჩვენ Windows-ის Defenders. ნახოთ მან განაახლა თუ არა, ну როგორც ჩანს, ან განაახლა და ითხოვს სკანირებას, რომელსაც მე ახლა არ გავაკეთებ. ასე Windows-ის მოქმედების ცენტრში ერთად არის მოყრილი შეტყობინებები, რომელიც ეხება სისტემის უსაფრთხოებას, განახლებას, ვირუსებზე დაცვას და Windows-ის Defender-ის მიერ კომპიუტერის დასკანირებას.